მოგესალმებით. მე მქვია ვალენტინა ბარბაკაძე, სერტიფიცირებული ტარო-ნუმეროლოგი, ფსიქოლოგი, ენერგოპრაქტიკოსი და life coach. მე მიხარია და ეხლა უკვე დამაარსებელი ვარ ტარო აკადემიის, სადაც ისწავლება ტარო მისლის გარეშე, ანუ მაგიის გარეშე. კი, ტარო არის მაგიური ინსტრუმენტი, მაგრამ ჩვენ ამ სკოლაში, ამ აკადემიაში გვაქვს სულ სხვანაირი მიდგომა ტაროსადმი და ტარო არის ჩვენთვის პირველ რიგში პირველი ფსიქოლოგიური სახელმძღვანელო. ტარო არის ის ინსტრუმენტი, რომელიც გვაძლევს ჩვენ საშუალებას პირველ რიგში თვითში მეცნიერებას. არ არის ეს ის წყარო, ანუ შიშების წყარო დაუშვათ, არ არის ეს განაჩენი, ეს არის ინსტრუმენტი, რომელიც ჩვენ გვეუბნება, როგორ კარგად, როგორ უფრო ადვილად და ეკოლოგიურად სუფთად გავარჩიოთ ნებისმიერი სიტუაცია. და ამას ვასწავლე მე ამ აკადემიაში. ტაროთი არ შეიძლება რომ შენ, ან რამე თქვა, ცუდი გაუკეთო შენს თავს, ან ცუდი გაუკეთო ვინმეს, რა თქმა უნდა, თუ შენ გაქვს სწორი მიდგომა და თუ შენ იცი როგორ უნდა სწორედ იმუშაო ინსტრუმენტი. ეს არის როგორც ნებისმიერი ინსტრუმენტი. დანაც არის ძალიან კარგი ინსტრუმენტი, რომელიც შეგვიძლია ჩვენ გავაკეთოთ ძალიან მშვენიერი, კარგი სადილე, ან შეგვიძლიათ ადამიანს მიუყენოთ, ასე ვთქვათ, ტკივილი და უარესი რაღაცები, ხო? ამიტომ ამით რა მინდა გითხრათ, რომ გააჩნიე შენ ვის ხელში ეს ინსტრუმენტი, როგორი მიდგომა აქვს და როგორ იცის სწორედ როგორ უნდა იმუშაო და როგორ გამოიყენო ეგ ინსტრუმენტი. ჩვენ ვიყენებთ მაგას მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ გავარჩიეთ სიტუაცია, დავეხმაროთ ჩვენს თავს, დავეხმაროთ ჩვენს ახლობელებს, იმ ადამიანებს, ვისაც სჭირდება დახმარება და ყველა ჩვენთაგანს გვიყვარს დახმარება სხვების და მე მინდა გაგიმხილოთ ერთი საიდუმლო, რადგან თქვენ ახლა უყურებთ ამ ვიდეოს, ესე იგი თქვენ დაგაინტერესებთ ტარო და ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ ტარომ უკვე თქვენ აგირჩიეთ, იმიტომ ჩვენ არ ვირჩევთ ტაროს, ტარო გვირჩევს ჩვენ. და რადგან თქვენ უკვე აგახართ, ეს უკვე იმისი ნიშანი არის, რომ ნამდვილად აქ უნდა იყოთ თქვენ და უკვე უნდა შეისწავლოთ ეს საინტერესო ინსტრუმენტი. ორი სიტყვით მინდა გითხრა თქვენ, ჩვენი აკადემიის ფილოსოფია უკვე დავიწყე და გითხარით, რომ ეს მიდგომა, რომელიც არის ჩვენს აკადემიაში, პირველ რიგში ჩვენ როგორც გითხარით, ეკოლოგიურად სუფთა მიდგომა. ეს რას ნიშნავს? ანუ ჩვენ აქ მხოლოდ და მხოლოდ ვსწავლობთ ტაროს როგორც ინსტრუმენტს და რომელიც ეხმარება სხვებს. ეს არის მნიშვნელოვანი და არა აკეთებს რამე ცუდს, ანუ არანაირი აქ არ იქნება შესწავლა მაგიის, ან რამე ზეგავლენას ადამიანებზე და ასე შემდეგ. პირველ რიგში კიდე რატომ უნდა ვისწავლოთ ჩვენ აქ და ამ სისტემაში, იმიტომ რომ მეც ახლა როგორც თქვენ ახლა ამ წუთში ვიყავი ისეთ მდგომარეობაში, როცა დამაინტერესა ტარო, როცა ამირჩია ტარო და ვფიქრობდი, რომ შიში მქონდა, მართლა მქონდა ძალიან დიდი იმისი, რომ ტარომ არ რამე ცუდი არ მომიტანოს მე, ჩემს შვილებზე არ იმოქმედებს. აი ეს შიში გვაქვს უყოლას, იმიტომ რომ ხშირად უფრო ფიქრობენ, რომ ტარო არის აი ზუსტად ეს ინსტრუმენტი, რომელიც მაგიურად მუშაობს. იმენა მე მაგიურად როცა ვამბობ, მე ამ წუთში გულისხმობ იმენა უშუალოდ აი შავ მაგიას რა, იმიტომ რომ აი ასეთი მიდგომა უფრო აქვთ ადამიანებს, ვიდრე ის გაგება, რომ ტარო შეიძლება გამოიყენო შენთვის სასარგებლო და რატომ? პირველ რიგში ჩვენ სისტემაში, როცა ჩვენ სწავლობთ ტარო და მე როგორც გითხარით, რომ ეს არის პირველი წიგნი ფსიქოლოგიის, რომელიც იყო შექმნილი საუკუნეების წინ და მაგის სხვათა შორის მაგისი მფლობის უფლება ჰქონდათ მხოლოდ ელიტას, ყველას არ ჰქონდა მაშინ მიდგომა და არ იცოდნენ სულ ყველა საერთოდ ტაროს, რომ აქ ეს მომენტი, როცა შეუძლია
ჩვენი განვითარება, ანუ ჩვენი როცა ჩვენ ტაროს ვფლობთ უშუალოდ ხო გეუბნებით აი ამ სისტემაში, თუნდაც სადაც აი ჩვენ ვართ, ხო? აქ ჩვენ გავდივართ უდიდეს ტრანსფორმაციას, იმიტომ რომ ჩვენ ვიგებთ ჩვენს თავზე ძალიან ბევრს, პლუს კიდე ჩვენ ვსწავლობთ აი როგორც თერაპია მიდის ჩვენი და ჩვენი ზრდა. ჩვენ ხვდებით აქ უკვე ჩვენი თავის ფსიქოლოგები და შეგვიძლია ტაროდან ვისწავლოთ, ანუ საერთოდ როგორ მიდის, როგორ ვითარდება სული, როგორ ვითარდება, ანუ ჩვენ რომ მოვდივართ აქ მიწიერ დონეზე, როგორც ვითარდებით ჩვენ, ხო? ყველა სფეროში აბსოლუტურად და საერთოდ სული როგორ ვითარდება, რისთვის მოვედით ჩვენ აქ, რა უნდა გავაკეთოთ სხვადასხვა სიტუაციაში, რისთვის მოვიდა ადამიანი ან სიტუაცია ჩვენს ცხოვრებაში. ანუ ეს ანალიზი ჩვენი ურთიერთობის, ანალიზი, ანუ ბევრ რამეზე კი არა, ყველაფერზე აბსოლუტურად შეგიძლიათ თქვენ იპოვოთ პასუხი, როცა იცით სწორი მიდგომა. და აქ მე ვასწავლე და მადლობა ჩემ მასწავლებლებს, იმიტომ რომ ეს სისტემა, რომელიც არის, რომელიცაც მე ვასწავლი, არის даже როგორ გითხრათ, ყველა სკოლებში შეიძლება არ იყოს. და აი მე მიხარი, რომ ყოველთვის კარგი მასწავლებლები მყავს და მაძლევენ საშუალებას, რომ სწორი მიდგომა მქონდეს და ჩემს გაკვეთილებში მე ვაძლევ მასალას, აი სიტყვით იქიდან, საიდანაც იმ წყაროდან, რა წყაროდან ვისწავლე მე თვითონ, იმიტომ რომ ჩემ ცხოვრებაში ძალიან ბევრი ცვლილება მოხდა, ძალიან კარგი ცვლილება იმის მერე, რაც მე შევეხე ამ ინსტრუმენტს, არანაირი, აი ჩემ შვილების ცხოვრებაც შემიძლია იგითად ისის მეშინო და ძალიან კარგად მიდის, არანაირი, იმიტომ რომ მე არ ვარ არ ვმუშაობ ტაროსთან, როგორც აი ხო გითხარით, როგორც აი ამ შავ მაგიის თქვათ ინსტრუმენტს არ ვიყენებ რა, ეს ჩემთვის არის სრულიად მეუღებელი რა, სრულიად მეუღებელი და ამიტომ პირიქით, ტარო არის ესეთი ინსტრუმენტი, რომელიც გაძლევს შენ პირველი საშუალება, რომ შენს თავს დაეხმარო, გაძლევს საშუალებას იმისას, რომ შენ დაეხმარო სხვებს, იყო საჭირო, იყო ადამიანი მათხოვნებადი, და შენ ირჩევ მათხოვნებად პროფესიას, იმიტომ რომ როცა უკვე ადამიანები მიხვდებიან, რომ შენ მუშაობ ეკოლოგიურად სუფთად, რადგან მე ძალიან ვასწავლე ჩემ მოსწავლეებს და აი ამას უდებ თავში, რომ ეს არის ფსიქოლოგიის წიგნი და უნდა დაეხმარო ადამიანს, რომ თავისი სიტუაცია გაარჩიონ და არა სხვა რაღაცა თქვათ გააკეთო манипуляციები, ხო? ტარო და ეს არის ძალიან კარგი პროფესია, ანუ პლუს კიდე ძალიან მაღალ ანაზღაურებიანი პროფესია, იმიტომ რომ ჩვენ ვმუშაობთ ენერგიებთან, ჩვენ ვმუშაობთ სუფთად, ჩვენ ვაძლევთ და ჩვენ რატო არის კიდე უსაფრთხო ჩვენთან მუშაობა, იმიტომ რომ მე ვასწავლე მედიტაციები და მედიტაცია ეს არის მუშაობა ქვეცნობიერთან, ჩვენ სუფთავდებით, ჩვენ ეს ბლოკები ყველაფერი რაც გვაქვს ჩვენ მაგას ვდევნით და ვდებთ სუფთა ენერგიებს და ვართ, ამიტომ არის ეს ეკოლოგიურად სუფთა მიდგომაც გვაქვს, მე ჩვენ უკვე ტაროს სადმე. და რა თქმა უნდა, ეს როგორც გითხარით, როგორც პროფესიაც ძალიან კარგი არის, იმიტომ რომ აი ჩემი ფილოსოფია პირველი ის არის, რომ მე რატომ მინდა მე პირადად რომ ყველა მისწავლოს ჩვენ სისტემაში, იმიტომ რომ დაინახონ ადამიანებმა, რომ ეს მართლა ისეთი ინსტრუმენტი არის, რომლითაც შენ შეგიძლია ადამიანს გზა უჩვენო და მისცე მაგას ვარიანტები, რითიც შეუძლია აი არჩევანს რო გააკეთებს არჩევანის საშუალებას ვაძლევთ რა და მითითებას ვაძლევთ. ნუ მე შემიძლია ბევრი ველაპარაკო ამ ინსტრუმენტზე, მე მიხარია რომ თქვენ უკვე ეს პირველი ნაბიჯი გააკეთეთ და გაინტერესათ, რატომ და რომ ამირჩია მე, ჩვენ აკადემიაში ჩვენ ვსწავლობთ ორ დასწას, კლასიკას რაიდერ უეიტის არტურ უეიტის რაიდერმა შექმნა რაიდერის სისტემა და მეორე დასწა გვაქვს ჩვენ უნიკალური, ეს არის
ტარომანარა არის ინსტრუმენტი იმათთვის, ვისაც უნდა აი ძალიან კარგად ფლობდეს, თქვათ, იმ სიტუაციად, აი ურთიერთობას რაც ეხება რა. ანუ ურთიერთობა ნებისმიერ ობიექტთან რა, ეს შეიძლება იყოს, თქვათ, შენი პარტნიორი, ეს შეიძლება იყოს შენი შვილები, შენი სამსახურში, თქვათ, ეხლა თანამშრომლები და ასე შემდეგ. საერთოდ ეხლა უკვე ეს ისეთი პროფესია არის, რომ მე ვიცი, რომ აი უცხოეთში ყოველ შემთხვევაში და პრინციპში სადაც არ უნდა იყო, აი შენ თუნდაც შენი ბიზნესი ქონდეს, შენი საქმე ქონდეს, ხო? ან მუშაობ სადმე, ხო, დაუშვათ ისეთ, თქვათ, ორგანიზაციაში, შენ ყოველთვის შეგიძლია ტარო გამოიყენო როგორც ინსტრუმენტი, რომელიც უცბად გაჩვენებს სიტუაციას, თქვათ, ადამიანს აჩვენებს, თქვათ, ღირს არ ღირს მასთან ურთიერთობა, ანუ თუნდაც ბიზნესის კეთება და ასე შემდეგ, ანუ ყველანაირად ესეთი ინსტრუმენტი, რომელიც ნებისმიერ სიტუაციაში დაგეხმარება. და ტარომანარა და კლასიკური ტარო უედა ერთად მუშაობენ არაჩვეულებრივად და მთლიანად შენ ხარ დაცული, რომ არ გააკეთო ზედმეტი შეცდომები ცხოვრებაში და როგორც გითხარით, დაეხმაროთ როგორც თქვენს თავს, ისე დაეხმაროთ თქვენს ახლობლებს. მე გილოცავ თქვენ და დიდი სიამოვნებით გადმოგცემ თქვენ ჩემს ცოდნას სრულად და გელოდებით ჩვენს სკოლაში, ჩვენს აკადემიაში.